რატომ არ სრულდება ზუგდიდის საკრებულოს გადაწყვეტილება? ქალაქის ქუჩების მმართველი პარტიის ბილბორდებით არის აჭრელებული, ქართული ოცნების საარჩევნო სტენდებს კი არ დგამენ. და ეს მაშინ, როდესაც საკრებულომ მსგავსი სტენდებისთვის 6 ადგილი ოფიციალურად უკვე გამოყო. ზუგდიდში ოპოზიცია არათანაბარ საარჩევნო გარემოზე საუბრობს. ზუგდიდში 4 სარეკლამო სტენდიდან 3-ზე ნაციონალური მოძრაობის ბანერებია გაკრული. ოპოზიციური პარტიები კი ამას არჩევნებამდე 25 დღით ადრეც ვერ ახერხებენ. ქართული ოცნების ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ პრობლემები მიზანმიმართულად იქმნება. 2 კვირის წინ მივმართეთ მათ, რომ გამოეყოთ ადგილი, სადაც ჩვენს განვათავსებდით ჩვენ ბილბორდებს, ამაზე პასუხი დღემდე არ მიგვიღია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, არათანაბარ, არაკონკურენტულ გარემოს ქმნის ხელისუფლება და საკუთარ კანდიდატებს აძლევს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შანსს. მას შემდეგ, რაც კოალიციამ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით გამგეობისგან პასუხი ვერ მიიღო, აქტივისტებთან ერთად გადაწყვიტა, რომ ბანერებსა და პლაკატებს საკუთარ სახლებზე გააკრავენ. ჩვენ მივმართეთ სხვა ფორმას, სხვა ხერს და ამიტომ ჩვენ ვიწყებთ კამპანიას, როდესაც ჩვენი მხარდამჭერები, ჩვენი მომხრეები, ჩვენი აქტივისტები საკუთარ სახლებზე გამოფენენ იმ სარეკლამო ბილბორდებს, ბანერებს და სხვადასხვა ინფორმაციას. ზუგდიდის კიდევ ერთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მაანა ნაჭყები აპირებს საარჩევნო ბანერებზე საჩევრით უწყებად შორის კომისიას მიმართოს. ოპოზიცია ნაკლებად ადარდებს, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას და პირიქით, თუ არ განთავსდება მათი რეკლამა, ზუსტად ის ურჩევნია. ამიტომ ჩვენ აუცილებლად ამ საკითხს უწყებათა შორის კომისიაში დავაყენებ და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან სასწრაფოდ ზუგდიდის გამგეობას მოუწევს სარეკლამო სტენდების დაყენება. გამგეობაში სტენდებთან დაკავშირებით სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა სატელეფონო საუბარში ადმინისტრაციის უფროსი თენგის შანავა ამბობს, რომ სტენდებს უახლოეს დღეებში დადგამენ. მანამდე კი ზუგდიდის მაღაზიების, საოვნებისა და აფთიაქების ვიტრინების უმეტესობაზეც ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის როლანდ ახალაიას პლაკატებია გაკრული.